რამდენიმე წყაროსთან და მინდა თქვენთანაც შევამოწმო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ გადაცემას მოგვიანებით უყურა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი მწვავე რეაქციის შედეგია, რომ დღეს სამშაბათს საკმაოდ მოგვიანებით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი მოქმედი აღარ არის საქართველოში და ბელგიაშია უკვე წასული, თავისი ვიზიტი აქვს, სწორედ ამიტომ დაჩქარებული წესით გაკეთდა ესეთი ტიპის განცხადება, რომელშიც ფაქტობრივი მასალა პრაქტიკულად არ იყო მოწოდებული. შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ ან უარყოთ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის რეაქციის შედეგია? არიცით თუ უბრალოდ იცით, რომ ეს ასე არის? ერთადერთი არის ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები არიან ბრიუსელში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც წინ უძღვის ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და საქართველოს კვლავაც განაგრძობს დრადად ევროინტეგრაციის გზას, ამას შემიძლია დავადასტურო. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ძალიან კარგი და ურთიერთობები მაქვს მასთან, უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ მინახია და ვერ გეტყვით, მაგრამ ის უყურა და რანაირად. ბატონ ერაკლი, ძალიან დიდი მადლობა.